ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი ჭიჭიგიაც, ბიჭიგიაც და ნიკაი არაბიეს შენგენაც თვალე. შენს განსახიერებულ პერსონაჟებში, იმერებში ყველაზე ისეთი სახასიათო თუ შეგიძლია ერთი სიტყვით რაც აი ყველაზე თვალი. თონა მეიღე ხმა იგაც. როელა გადაარუდა, მაგრამ ახლა არ ვიტყვი იმაში რანაირი თვალი ქვია კაცს. და მუხლებში რო გაპობილი. მე მუხლებში რო ეკეცე. ხელა პრაქტიკა კი ბატონო. ცხოვრებაში ბატონო ლაშა. აი იმერლები რასაც ახიან ეგეთ მთრას. გაპობილი, მოლიპული. გადაღრესილი ქვია მაგას. არა, მე გეტყვი მარტო მული თვალი ქვია. იმერულათაც და მეგრულათაც და საერთაშორისო ენაზე ზელანდიურათაც ასე ქვია. მოდი ახლა იმერულის სწრაფი ტესტი გავაკეთოთ. ჩქარი პასუხი, ჩქარი კითხვა. ჩქარი კითხვა, ჩქარი პასუხი. პირველი. დედა რა აქვს? საფიჩხე თუ ზასტავა? ბალახვალი. აბა. ორი. ნტიეს კაბაბი თუ ლამარეს ტაბაკაკეცე. ლამარე ვიდა. ლამარე ვიდა. მე მეკითხე, იმერელი კაცი ლამარე ვიდა. რა სარგებლობა მაქვს მამალს? რიგითი პასუხი არ გვინდა, ძველი პასუხი არ გვინდა. ახალი პასუხი გვინდა. ახლა ჩინჩლავს მაგის ჩვენს გევიცით, კაც. ახალი რა ისევე ისეწვალობს იმავალი რა ვაწვალობდა მაშინაც ახლაც მასი არ შეცვლა არაფერი. ჩვენს მამაკაცებს ასემწვალო. ეხლა გამოჩნდება შენ თუ ნახდი იმერელი ხარ, რომელი სიტყვა ნიშნავს იმერულად ხელფეხ გადაჯვარედინებულს, გადასკვინტილებული და გამოშვინტილებული. გადასკვინტილებული. გადასკვინტილებული. გამოშვინტილებული არის კაი გამოძირებული. რო არის ასე იტყვი კაი გამოშვინტილებული. კაი იმერული ქორწილის მერე. ნათამადები რო გეიღვიძებ, ვაი დედა მამას რო იძახ. რატო დალი ამდენი სადეგდე შენ დალიე ცეცხლი და ნავთი. თაკარა. სადიყავი? და დროს რა იგითხო? სადიყავი? რატო დალიე? და უგულმა გასიარე. კუსლები აგზევი. ის ანეკდოტი გამახსენდა ახლა ცოლი რო წეულის შენი უბოა აქ შენი და კალოდა აქ უბო ერთ ადგილას და ხალხები შიგნით. რას დაათრევი? მოიც მე ბავშვია, ბავშვი ასე შავი რატო არისო თეთრი ხალხი? და სალი არ გასასმევდით ბავშვი. ჩათვალე, ჩემო ძამიან. შენი იმერული ტესტი ჩაბარებულია? ახლა ჩემი კანტორის ხალხი მოდის და კაი რამე დაუგარით. წევედი.